ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კოვალავასთან ერთად. ავერსი გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი. მოგესალმებით ყველას, სერგო კოვალავა რადიო იმედისა და ავერსის კლინიკის ერთობლივ გადაცემა იმედის კლინიკას უსმენთ. დღევანდელი გადაცემის განმავლობაში გესაუბრებით ვენების ვარიკოზულ დაავადებაზე, თუმცა არა ქვედაკიდურების ვენების, არამედ საყლაპავის ვენების. ალბათ გაგიკვირდებათ, რა შვაშია საყლაპავი და ვენების ვარიკოზი, თუმცა ყურადღებით მოусმინეთ დღევანდელ გადაცემას და იმედი მაქვს, ყველაფერი ნათელი გახდება. გავრცელების ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს გახლავთ საყლაპავის ვენების პათოლოგიური გადაგვარება, რაც ხასიათდება მათი სანათურის არათანაბარი გაფართოვებით, კედლის გამობერილობით, სიზღლძარღვთა დაკლაკნილობით, რაც საბოლოოდ ზრდის აღნიშნული ვენების დაზიანებისა და მასიური სიზღლდენის განვითარების რისკს. თქვენთვის უფრო გასაგები რომ იყოს, წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ქვედაკიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ვიზუალურად იცით თუ რა სახე აქვს ამ შემთხვევაში ვენებს და ეს ყოველივე გადავიტანოთ საყლაპავის არეში. დაავადება არც ისე იშვიათად ხდება, საყლაპავის ვენებიდან სიზღლდენის განვითარების რისკი პირველ რიგში უკავშირდება დაზიანებული ვენის სანათურის კალიბრს. ლორცქვეშა სიზღლძარღვების დაზიანებას ზოგჯერ შესაძლებელია მოყვას მასიური სიზღლდენების საყლაპავიდან, რაც დროული დახმარების გარეშე პაციენტისთვის ფატალურად მთავრდება. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვითარდება რამდენიმე ტიპის მიზეზის გამო. პირველი, საყლაპავის ვენებში შემოვლითი გზით სისხლის დიდი მოცულობის მიდინება. ასეთ გარემოებას ადგილი აქვს ღვიძლის ციროზის, ღვიძლის სიმსივნეების, ღვიძლის ვენების დაავადებების, ღვიძლის ვენაზე გარეგანი ზეწოლის, მაგალითად მუცლის ღრუს ან ამა თუ იმ ორგანოს სიმსივნის დროს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების შემთხვევაში ღვიძლის ვენებში არსებული პრობლემების შემთხვევაში სისხლი შემოვლითი გზით გადაისროლება საყლაპავის ვენებში. შედეგად იმატებს სიზღლძარღვში და წნევა საყლაპავის ვენებში, რაც საბოლოოდ აპირობებს ამ ორგანოს ვენების კედლის დაზიანებას და ვარიკოზის განვითარებას. იმედის კლინიკა სერგო კოვალავასთან. მეორე მიზეზი ეს გახლავთ ზედაღრუ ვენაზე ზეწოლა, მაგალითად გარკვეული სიმსივნური წარმონაქმნის გამო. ამ შემთხვევაში ვენური სისხლის შემოვლითი გზით გადაისროლება საყლაპავის ვენებში. მესამე, გულის უკმარისობის დროს სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ აპირობებს საყლაპავის ვენებში სისხლის დიდი მოცულობით შუნტირებას, ანუ გადასროლას, ვენური წნევის მატებასა და ვარიკოზის ჩამოყალიბებას. სიზღლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან ძირითადად ვითარდება საკვების ჭარბი მიღების, ძილის, ფიზიკური დატვირთვის დროს, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიოლოგიურად ისეთაც იზრდება სისხლის მოდინება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებისკენ. ჩვეულებრივ საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება სიზღლდენის განვითარებამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს მცირე ინტენსივობის სიმპტომები, მათ შორის ყლაპვის გაძნელება, გულძმარვა და სხვა. აღნიშნული სიმპტომები აღიქმება ძირითადი დაავადების, მაგალითად ღვიძლის ციროზის, ღვიძლის სიმსივნების ან გულის უკმარისობის გამოვლინებად. იმედის კლინიკა სერგო კოვალავასთან. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება გარკვეული მიმართითებელი ნიშნების სახით შესაძლებელია შემთხვევით გამოვლინდეს გულმკერდის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოლოგიური კვლევის დროს. თუმცა კვლევის ყველაზე ეფექტური და ინფორმატიული მეთოდი ეზოფაგოსკოპია გახლავთ, რომლის ჩატარება თავის მხრივ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოხდეს, რათა ზონდის გამოყენებით არ დაზიანდეს საყლაპავის გაგანიერებული ვენები, რაც ძლიერი სიზღლდენის მომასწავებელი იქნება. საყლაპავის ვენების გაგანიერების ყველაზე სახიფათო გართულებად ითვლება სწორედ სიზღლდენა, რაც შემთხვევათა 25-50%-ში პაციენტის დაღუპვის მიზეზი ხდება. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს მკურნალობის ძირითადი ამოცანაა სიზღლდენის განვითარების რისკის მაქსიმალური შემცირება. აუცილებელია ძირითადი დაავადების აქტიური მკურნალობა, რის ფონზეც განვითარდა ვენების ვარიკოზი. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ტარდება ქირურგიული ოპერაცია, როდესაც საყლაპავის ვენებსა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების ვენებს შორის ედება დამატებითი შემოვლითი გზები, რათა ვენური სისხლი თანაბრად გადანაწილდეს და არ გამოიწვიოს საყლაპავის ვენების განსაკუთრებული დატვირთვა. პროგნოზი საყლაპავის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს ბევრადაა დამოკიდებული იმ ძირითად დაავადებაზე, რამაც განაპირობა ამ პათოლოგიის ჩამოყალიბება და საყლაპავის ვენებში არსებული პათოლოგიური პროცესის ინტენსივობასა და შეგრძევადობაზე. გავრცელების ჯანმრთელობას. იმედის კლინიკა ღია ყოველდღე.
იმედის კლინიკის დღევანდელი გამოშვება ჩვენ თითქმის დავასრულეთ. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე საკლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. გამოშვების ბოლოს ავერსის აფთიაქში გველოდებიან. ავერსის აფთიაქი. მოვალისი მოძრაობა ტკივილის გარეშე წარმოებულია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფარმაცევტული კომპანიის Boehringer Ingelheimის მიერ. მოვალის აქვს სწრაფი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილ გამაყუჩებელი მოქმედება. ხასიათდება ყველაზე ნაკლები გვერდითი მოვლენებით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს შორის. ეფექტური, უსაფრთხო, მისაღებად მოხერხებული და მაღალი ხარისხის მოვალისი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, პოდაგრის, რადიკულიტის, იშიაზის, ოსტეოქონდროზის, ნევრალგიის, სახსრებისა და კუნთების რევმატიული ტკივილის, მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებებისა და მტკივნეული მენსტრუაციის დროს. მოვალისი მიიღება 1 ტაბლეტი ან 1 სანთელი დღეში. მოვალისი მოძრაობა ტკივილის გარეშე. ავერსის აფთიაქი. დიდ მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის. ავერსი წარმოგიდგენთ სამედიცინო რადიო გვერდს იმედის კლინიკა სერგო კოვალავასთან ერთად. ავერსი გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ავერსი იმედის კლინიკის სპონსორი.